დიახ. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ირაკლი ბესელიძე, ქალენიის დამფუძნებელი და მაინტერესებს უკაცრავად ბოდიში გაწყვეტინებთ ირო ჩაწერა არ დაწყებულა და ჩაწერა იქნებ ჩავთოთ რა. დაიწყო ჩაწერა, მე მაჩვენა რომ დაიწყო ჩაწერა. თუ არ დაწყებულა. ოკეი. ანუ მე კითხვა და ამის რომ ჩემთან ეხა დაიწყო, ჩემთან ეხა იმას აქნეს. შევ, კარგით მადლობა. მშვენიერი დავიწყოთ ხო? მოგესალმებით, მე ვარ ირაკლი ბესელიძე, ქალენიის დამფუძნებელი და ალბათ ბევრი თქვენგანს, შემდეგი სლაიდი თუ შეიძლება, ბევრი თქვენგანი ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როცა რეკავს კომპანიაში რომ რაღაც მარტივი კითხვა დასვას, მაგრამ პასუხის მაგივრად 15 წუთი ელოდება რიგში უსმენს მუსიკას, სხვადასხვა შემოთავაზებებს და ხანდახან ხდება ისე რომ სატელეფონო ზარი წყდება და გიწევს ისევ თავიდან დარეკო დაელოდოთ 15 წუთი და ბოლოს დაუსვა ეს მარტივი კითხვა. ეს პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოში, პრობლემა არის ყველგან და ზუსტად ამ პრობლემის გადასაწყვეტად ჩვენ ავაწყვეთ ასე რომ ვთქვათ, ხმოვანი ასისტენტი Apple Series მსგავსი ხმოვანი ასისტენტი, რომელიც მუშაობს კომპანიებზე, ანუ იმის ნაცვლად რომ ადამიანმა უპასუხოს სატელეფონო ზარებს, პასუხობს ხმოვანი ასისტენტი და შესაბამისად ხდება ამ ზარების და საუბრების ავტომატიზაცია. დემოში გაჩვენებთ როგორ მუშაობს ჩვენი ასისტენტი. შემდეგი სლაიდი თუ შეიძლება. ჩვენი იდეა ზოგადად არის ის და ხედვა რომ ნებისმიერ კომპანიას უნდა ყავდეს საკუთარი AI წარმომადგენელი, ისევე როგორც მას აქვს ვებსაიტი, Facebook გვერდი და ასე შემდეგ, ისე ასევე სჭირდება AI წარმომადგენელი, იმიტომ რომ სასაუბრო არხები როგორც არის WhatsApp-ი, Messenger-ი და იგივე სატელეფონო ზარები, ტრაფიკი არ მხოლოდ მცირდება ამ ვებსაიტების მის შემდეგ რაც ვებსაიტები გამოჩნდა, არამედ კიდევაც გაიზარდა. ამისად ყველა სჭირდება რომ მოიმსახუროს თავის კომპანიას, თავის მომხმარებელს სწრაფად და ხარისხიანად. შემდეგი როგორ მუშაობს ჩვენი AI ასისტენტი? ესე იგი რა გავაკეთეთ ჩვენ? ჩვენ შევქმნით ეგრეთ წოდებული ჩარჩო, ანუ წინასწარ დატრენინგებული და გაწვრთნილი ასისტენტი, რომელსაც ესმის 10 კი არა უკვე 12 ძირითადი შეკითხვა, რომელიც შეიძლება მომხმარებელს ჰქონდეს კომპანიის მიმართ, მაგალითად, ფასები მითხარით, მისამართი, სამუშაო საათები გაქვთ თუ არა, ფასდაკლება და ასე შემდეგ, 12 ესეთი კითხვა არის და ერთადერთი რაც უნდა ქნას მცირე ბიზნესის ბიზნესის ფლობელმა შეაქვს მარტივი ფორმა, სადაც მიაწოდებს AI ასისტენტს პასუხებს ამ კითხვებზე. შემდეგ შეუერთოს ჩვენი პლატფორმის მეშვეობით ეს AI ასისტენტი სატელეფონო gateways და აგრეთვე Messengers, Instagram-ს და ასე შემდეგ 11 არხი არის ჩვენს პლატფორმაზე, რომელსაც შესაძლებელია რომ შეუერთოს ეს AI ასისტენტი და აგრეთვე ინტეგრაცია მოახდინოს Google კალენდართან. და AI ასისტენტი დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში მზად არის რომ მომსახუროს მათ მომხმარებელს. მსგავსი სისტემა მსოფლიოში არ არსებობს, ანუ ეს AI ასისტენტების დეველოპმენტი ძალიან რთული ამბავია და ჩვენ ეს ძალიან გავამარტივეთ და ჩვენ ვართ პირველები, ვინც ამ სერვისს AI ასისტენტებს თავაზობს მცირე ბიზნესებს. შემდეგი ოკეი. რა ეტაპზე ვართ ახლა ჩვენ? წინა ფიჩისგან განსხვავებით, ჩვენ ცოტა წინ წავიწიეთ. ჩვენ გვყავს კლიენტები ამერიკაში და ავსტრალიაში და ესეთი კლიენტები როგორც არიან მასაჟის სალონები, დასუფთავების ბიზნესები, სპა სალონები და ისინი იყენებენ ჩვენს ასისტენტს როგორც ხმოვანს, ასევე ტექსტურ ფორმატში. და ბევრ მათგანს საერთოდ დაავიწყდა ეს მიმოწერა და პასუხები ტელეფონზე, იმიტომ რომ რეალურად ისინი ხედავენ
შეხვედრებს, რომლებიც დანიშნულია მათ კალენდარში, მათ არ უწევთ საუბარი მომხმარებლებთან. ჩვენ აგრეთვე ჩაუშვით ჩვენი ასისტენტი საქართველოში, ეს მოხდა 19 სექტემბერს და იმის მერე ინტერესი ჩვენი პროდუქტის მიმართ მხოლოდ იზრდება. ჩვენ მოვაწერეთ კონტრაქტი სადაზღვევო კომპანია არდისთან ამ დღეებში და კიდე 3 სადაზღვევო კომპანია გვყავს pipeline-ში, აგრეთვე რამდენიმე ბანკებს ჩვენ შევთავაზეთ აგრეთვე voice verification-ის სერვისი, როცა მომხმარებლის ვერიფიკაცია ხდება ხმის ბიომეტრიის მეშვეობით და უახლოეს დროს დავიწყებთ თანამშრომლობას ბანკებთანაც. შემდეგი სლაიდი თუ შეიძლება. ხო, დეკემბერში ჩვენ მოვიზეთ ჯიტას გრანტი 150,000-იანი გრანტი და ანუ ჩვენ ეს ფიჩი იყო გათვლილი იმაზე, რომ ჩვენ ვეძებთ კიდე $56,000, თუმცა რეალურად ალბათ შეიძლება რომ ეს არც დაგჭირდეს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში გეგმა გვაქვს, რომ ქართული ინვესტორებისთვისაც გავხადოთ შესაძლებელი რომ ჩადონ ინვესტიცია ჩვენ სტარტაპში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური სტარტაპი საქართველოში. შეიძლება შემდეგი სლაიდი. ხო, ესე იგი ჩვენი ფინანსური გეგმა 4 წლიანი და ამ წელს ჩვენ ველოდებით რომ უკვე წელს ვიქნებით მოგებაში და ბრუნვა დაახლოებით 1,200,000 უნდა იყოს წლის ბოლოს. და ამ გეგმით მივდივართ და ვახერხებთ ჯერჯერობით იქიდან გამომდინარე რა ლიდები გვყავს და რა კომპანიებთან გვაქვს მოლაპარაკებები და რა თანხებზეა იქ საუბარი. თუ რამე დეტალური კითხვები იქნება ამასთან დაკავშირებით მე გაგცემ პასუხს. ესე იგი ჩვენი გუნდი იმის მერე უკვე გაიზარდა. ეხლა ჩვენთან უკვე მუშაობს 7 ადამიანი. მე ეხლა ძალიან დაკავებული ვარ იმით, რომ ვიყვან სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს იმისთვის რომ გავაფართოვოთ გუნდი, იმიტომ რომ რეალურად ამ თვის ბოლომდე 3 ახალი კლიენტი დაგვემატება და ჩვენ დაგვემატა sales manager-ი და AI developer-ი და ეხლა კიდე 2 AI trainers ვეძებთ. შემდეგი სლაიდი თუ შეიძლება. ხო და თუ ინტერესი გაქვთ და მიკავშირდით, ეს არის ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია და მზად ვარ რომ გაგცეთ და გაჩვენებთ ჩვენი კომპანიის პროდუქტის დემოს, ანუ ინგლისურ დემოს გაჩვენეთ ამჟამად, რომ წინაზე ჩვენ გვქონდა ქართული ასისტენტის დემო. დაურეკავ ასისტენტს და დაველაპარაკები იმისთვის, რომ დავჯავშნო შეხვედრა. This is Royal Motors. What can I do for you? What services do you offer? We will help you find brand new or used car, trade your old one, or get pre-approved for a loan. Would you like to make a booking? Do you have any promotions this month? Hold on a sec. January 1st is not available. Alternatively, may I suggest 10 a.m. tomorrow? Do you have any promotions? We have these special deals for Dodge Charger. The earliest available spot I have is 10 a.m. tomorrow. Would that work for you? I'd prefer Thursday at 3 p.m. How about 10 a.m. tomorrow? I'd prefer Thursday at 3 p.m. Is 3 p.m. tomorrow convenient for you? Yes, please. To finalize scheduling your test drive for 60 minutes at 3 o'clock tomorrow, may I have your first name? My name is Irakli. Great. Your test drive is all set for 60 minutes at 3 p.m. tomorrow at 7805 Wayne Lane, Brooklyn, New York, 11230. How else may I help you? No, thank you. Bye-bye. It's been great talking to you. Goodbye. ეს იყო მოკლე სცენარი შეცდომების გარეშე არ მოხდა, მაგრამ როგორც ხედავთ, მუშაობს საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად. ირაკლი, დიდი მადლობა. შეგვიძლია გადავიდეთ ჩვენ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, ისეთ გაქვთ კითხები, შეგვიძლია პირდაპირ ჩავთვალოთ. თუ შეიძლება
მე დავიწყებ თუ შეიძლება და დავიწყებ იმის გამო რომ 8 საათის სხვა შეხვედრა მეწმდა მირჩევნი რომ მოვასწრო ეს კითხვა რომელიც მქონდა ასე იგი შეხედეთ ირაკლი კითხვა მოთხოვთან ეგეთი ეს რეალურად არის ორიენტირებული appointment-ზე ანუ თქვენი AI დღევანდელი რაც არის მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მარტო appointment ანუ თქვენ ეხლა რაც გაქვთ ეს უკვე საცდელი ვერსია არა მოდი ვთქვათ საჩვენებელი ვერსია ეხლა რაც გაქვთ გაკეთებული არის ეს უკვე ის ნიშნავს appointments მაგრამ შესაძლოა რომ appointment-ი არ იყოს ეს რო ვთქვათ რომელიმე კომპანიაში appointment-ი კი არ იყოს რაღაცა ინსტრუქციის მიცემა იყოს თუნდაც ხო მასეა ანუ მაინც და მაინც appointment-ზე ორიენტირებული კომპანიებზეა საუბარი ეს ვთქვათ გამკვეთებად თუ შეიძლება რომ ესე ვთქვათ სხვა flow იყოს ვთქვათ სხვა საუბრის ესე ვთქვათ ის შედეგი სხვა იყოს რეალურად ანუ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ბიზნეს პროცესის ავტომატიზაცია მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება appointment-ი თუ e-commerce-ი თუ ნებისმიერი სხვა პროცესი customer support-ი მაგალითად ამას მნიშვნელობა არ აქვს უბრალოდ appointment-ი გვაქვს უკვე ავტომატიზირებული სისტემა რომელიც ხდება ანუ ყოველგვარი development-ის გარეშე ამის ასე რომ ვთქვათ მორგება ნებისმიერ appointment based business-ზე უბრალოდ ფორმა უნდა შეაქვსო და ადრე ფასი ქონდა $50 ახლა ჩვენ გავაძვირეთ ეს ყველაფერი და გახდა $200 თვეში და $200 თვეში ნებისმიერი კომპანია შეძლებს რომ ყავდეს მსგავსი AI ასისტენტი. საქართველოში ცოტა უფრო ესე რომ ვთქვათ ნაკლები შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის რომ განვავითაროთ ეს პროდუქტი, მაგრამ ამერიკაში მაგალითად შეგვიძლია დავამატოთ ამას knowledge base-ი 2000 კითხვა პასუხამდე ანუ სრული კონსულტაცია, სრული მინი კონსულტაცია შეუძლია რომ ჩვენ ასისტენტს გაუწიოს რაღაცა პატარა add-on-ის დამატებით, რომელიც ის ასევე $100 თვეში. რაც შეეხება ხო, იმიტომ მაგალითად ჩვენ ახლა გვყავს კლიენტი ქართული Space Cargo და იქ საერთოდ არის appointment-ი, იქ არის business process-ი მაგალითად order status-ის შემოწმება და ასე შემდეგ, API-სთან დაკავშირებული back-end-ში და ასე შემდეგ. კარგი. მოდით ერთ-ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე გადავიდეთ კიდე, რომელმაც გაიჟღერა, ესე ვთქვათ, აი ჩვენი 20 დეკემბრის ის რო იყო ფიჩი რო გქონდათ. იმ მომენტში ამან რამოდენიმეჯერ გაიჟღერა და მინდა რომ ეს კითხვა დავსვა. მე კერძო საუბრებში იყო ეს კითხვა. ისე იყო ეგეთი, რომ ამერიკა არის ძალიან დიდი ბაზარი, ყველას ცდილობს რომ ამერიკაში წავიდეს და ამერიკას ესე ვთქვათ ბაზარზე გაყიდოს სხვადასხვა თავისი პროდუქტები და აქ მივიღეთ ასეთი შემთხვევა, რომ თქვენ პირიქით იყავით ამერიკაში და დაბრუნდით საქართველოში. ანუ რეალურად და მე ისე ვაპირებთ რომ ამერიკაში წახვიდეთ. და მოიგეთ ესე ვთქვათ, მინდა რომ ამ იმას რა ქვია გარკვეულ იმას რა ქვია ხო ამ კითხვას ეს ვთქვათ პასუხი გაეცეს რა რომ რატომ მოგიწიათ ეს რატომ გადაწყვიტეთ რომ საქართველოში დაბრუნებულიყავით ანუ რა იყო რეალურად ამისი მიზეზი და თან დაბრუნდით საქართველოში და მე ვაპირებთ რომ ისევ წავიდეთ ამერიკაში და მოით ესე ვთქვათ ამაზე თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ კი ბატონო მარტივად აგიხსნით პრობლემა არის იმაში რომ მცირე ბიზნესები არ იყვნენ მზად იმისთვის რომ გამოეყენებინათ AI ავტომატიზაცია და ზოგადად აი ის სერვისი, რასაც ჩვენ თავაზობთ კომპანიებს, ძირითადად ამ სერვისს იყენებენ და ყველაზე მოთხოვნადი არის მსხვილ კომპანიებს შორის ამერიკაში 30-დან 50 მილიონამდე ბრუნვის მქონე კომპანიები ხარჯავენ ამაზე ავტომატიზაციაზე ფულს და ეს არის ზოგადად ჩვენი ტარგეტი და მცირე ბიზნესები უბრალოდ მე პირადად დავხარჯე $50,000 რეკლამებში და მარკეტინგში, მაგრამ კოლებზე ვიყავი რეალურ მომხმარებლებთან და ვერ დავარწმუნე, თუმცა ნახე რომ პრობლემა ქონდა, ჭირდებათ სერვისი, იმიტომ რომ მე პირისპირ ველაპარაკე მასაჟ თერაპისტებს, ანუ ადამიანი მასაჟს აკეთებს, ყურმილს ვერ იღებს, ესე იგი ამის გამო კარგავს კლიენტს, მაგრამ free trial-ზე ვერავინ ვერ დავითანხმე საერთოდ, რომ აი უფასოდ გამოცადე როგორ იმუშავებს AI როგორც ესმით, ანუ არ უნდათ ამობენ რომ ჩვენ ვიყენებ და არ მუშაობს არ ვარ და. ეს არის ძირითადი პრობლემა, იმიტომ რომ SMB რეალურად მზად არ არის, ანუ არასწორი გათვლა ქონდა target market-ის და შესაბამისად რომ მივხვდით რომ ეს არასწორი მიდგომა იყო და უნდა დაგვეწყო მუშაობა მსხვილ კლიენტებთან
მივხვდით რომ ამერიკაში მსხვილ კლიენტებთან მუშაობა რთულია, იმიტომ რომ არ ხარ well established ამერიკაში და რეალურად გიწევს კონკურენცია სტარტაპებთან, რომელსაც ყავთ მილიონიანი ფანდინგი და მხარდაჭერა. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში თან გრძელი დილის ის არის, რა ქვია, ანუ მოთხოვნადი სერვისი, ანუ ყველა სჭირდება ჩვენი სერვისი, ყველას აქვს პრობლემა სატელეფონო ზარებთან, განსაკუთრებით პიკურ საათებში, ბევრს სჭირდება და ყველას ის სტარტაპები, ის რესურსი, რაც არსებობს ამერიკაშიც კი, ანუ არ ყოფნის იმისთვის, რომ ეს ბაზარი დააკმაყოფილოს. და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოშულიყავით საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოში უფრო მარტივი არის ავტორიტეტის აწევა, მედია გაშუქების მიღება და ჩვენი გათვლა აღმოჩნდა სწორი. რისკი იყო ის, რომ ანუ ქართული ენა ძალიან რთულია ავტომატიზაციის მხრივ და რთულია ამ ასისტენტის ხმოვანი ასისტენტი, ქართული ხმოვანი ასისტენტის გაკეთება, მუშა ასისტენტის გაკეთება, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ და ჩვენი ასისტენტი მუშაობს. შესაბამისად, ანუ გეგმა არის ის, რომ ჩვენ აქ მოვიზიდოთ მსხვილი კლიენტები, გავზარდოთ გუნდი, ვისწავლოთ მუშაობა მსხვილ კლიენტებთან და მერე უკვე გავიდეთ მსხვილ კლიენტებზე ამერიკაში და ამავე დროს ალბათ SMB-ებიც უკვე მიხვდებიან, რომ მან უნდა გამოიყენონ ჩვენი სერვისი და უკვე ვიქნებით on time. უკაცრავად, მოდით მაინც ჩაგიკითხებით, ამას ესე ვთქვათ, მირჩევნია, რომ ძალიან მკაფიოდ, ესე ვთქვათ, დაუსვათ ამას ისეთი, რა ქვია რა, წერტილები და აქცენტები. შეხედეთ, თქვენი პროდუქტის გაყიდვა ხდება, ანუ B2B, ანუ რეალურად თქვენ უნდა ესაუბროთ, ანუ ესე ვთქვათ, კომპანიას თქვენ უნდა ესაუბროთ და დაარწმუნოთ იმაში, რომ ეს გასაკეთებელია. ეს ერთი. მეორე, რომ ასეთი ტიპის კომპანიები, ეს არის ისინი, ვისაც დღეს call center-ი აქვს, ანუ ესე ვთქვათ, პრობლემა აქვს სატელეფონო საუბრების, ეგ არის მეორე. შეიძლება ეს იყოს მასაჟისტი და ვინმე კბილის ექიმი თეორიულად, მაგრამ მათი დარწმუნება ზოგადად რთულია, ხოლო ამერიკაში, ესე ვთქვათ, მსხვილ კომპანიებზე, ვისაც ეს სჭირდებათ, თქვენ გაგიჭირდათ გასვლა და ჩათვალეთ, რომ ყველა ვარიანტში საქართველოში იგივე რანგის კომპანიებზე გასვლა, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, უბრალოდ იმიტომ, რომ ესაა საქართველო, რაც ესე ვთქვათ, ცხადია, რომ ესეა, ხო? ანუ დღეს მოდით ესე ვთქვათ რა, ნაცნობობით, მეგობრობით, ნაცნობით და ასე შემდეგ, რა თქვენ შეძლებთ, რომ საქართველოში ალბათ ყველა მსხვილ კომპანიასთან მიხვდეთ და ხმა მიატვინოთ, მაშინ როცა ეს ამერიკა და იმათმა დაგითმონ სიტყვაზე ვამბობ 40 წუთი რომ ამას ეს მოგისმინონ და გაიაზრონ და ამერიკაში ეს იქნებოდა რთული და როცა საუბარია რომ ეს არ არის პროდუქტი რომელსაც ჩამოტვირთავ და всё უკვე გაქვს და როცა გჭირდებათ რომ მათ ემუშაოთ და შეხვიდეთ პროცესში ეს საქართველოში ბევრად უფრო მარტივად გასაკეთებელია ეს გაყიდვის პროცესი პირველ ეტაპზე ვიდრე ამერიკაში. ხო მართალი ვარ თუ არა? სწორედ გავიგე? კი, და უფრო მარტივი არა მხოლოდ იმიტომ რომ ნაცნობობით შეხვდები ყველას. ანუ ჩვენ უბრალოდ ისეთი PR-ი გვაქვს, ყველა ტელეარხზე ვართ ამყოფი, გუშინ რუსთავი 2 იყო ჩვენთან და პოსტსკრიპტუმში ვიქნებით ეთერში კვირას. ხო, რაც ამერიკაში რთულია რომ იქ მოხვდეთ ტელევიზიაში. უფასოდ თან კაპიკი არ გადაგვიხდია. ხო, ანუ free publicity გვაქვს, რაც ჩვენი სტარტაპისთვის, ანუ ზოგადად ესეთი პროდუქტი სჭირდება education-ი და ხალხს უნდა აჩვენო, ხალხმა უნდა იცოდეს რომ არსებობს, რომ ეს სერიოზულია, რომ ეს მუშაობს. უბრალოდ ადამიანს არ სჯერათ, რობოტი დაელაპარაკება ადამიანს. კი, კიდევ ერთხელ ირაკლი, ესე იგი შეხედეთ, ამ პროდუქტის გასაყიდად უნდა გახვიდეთ მსხვილი კომპანიების გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე და ასეთ პირებზე გასვლა საქართველოში ბევრად უფრო მარტივია ვიდრე ამერიკაში. ეგ ხო თვითონ გვიკავშირდებიან ისინი, თვითონ გვიკავშირდებიან. აი, ეგ მინდოდა. მაგრამ ეს იყო ამერიკიდან წამოსვლის მიზეზი. კი, ეს იყო და კიდე მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ არასწორად გავთვალეთ target market-ი, როგორც მე ვთქვი, ჩვენი იდეა იყო, რომ SMB-ს მარტივი framework-ი შეავსე ფორმა და შევერთე AI ასისტენტი და ფასი იყო 50 დოლარი ჩემ. SMB არ მოდის ამაზე უბრალოდ. ანუ SMB მოდიოდა, ანუ ის კლიენტები, ვინც ყავს, არიან ტიპები, ვინც თვითონ რაღაც chatbot-ებს აკეთებდნენ და რაღაც ავტომატიზაციაზე მუშაობდნენ, ანუ ეს მაგრამ end user-ი არის. end user-ები არიან ისინი, უბრალოდ თავისი რაღაც cleaning business-ი აქვს და ამავე დროს დაინტერესებული იყო chatbot-ებით, ანუ ძალიან რთული მოსაძებნია ესეთი ბიზნესის ოუნერი. ეს არის რაღაც
ძალიან პატარა პროცენტი და ამიტომ კონვერსია ქონდა ძალიან დაბალი, ბევრი ბიუჯეტი დავხარჯე და ძალიან დაბალი კონვერსია ქონდა. თუმცა ისინი ვინც ყავს, ანუ 1 წელზე მეტია ისინი იყენებენ ჩვენს სერვისს, ჩორნი არ გვაქვს საერთოდ. და ირაკლი კიდე ერთი რაღაცა რა, ისე მოკლედ შეხედეთ, ეს საკითხი რამოდენიმე ადამიანმა ეს კითხვა დამისვა. მე ჩემი ლოგიკით გავეცი პასუხი, მაგრამ მაინც კიდე ერთი კუთხით რო შევხედოთ, რომ თქვენ რეალურად დღეს შეგიძლიათ მოემსახუროთ დღევანდელი თქვენი წარმადობით, შეგიძლიათ მოემსახუროთ შეზღუდულ რაოდენობას. ანუ რა თქმა უნდა ეს ნელ-ნელა გაიზრდება და თანხაც მაგისთვის გინდათ რომ ეს გაზარდოთ, მაგრამ რეალურად თქვენ შეძლებთ რომ აი დღეს ესე ვთქვათ 20-მად ეს ვთქვათ კომპანიამ ერთობლივად დაგიკვეთოთ, 20-ივე დაკვეთას ერთობლივად ვერ აიღეთ. ანუ თქვენ ესე ვთქვათ კონკრეტულ მომენტში გაქვთ შეზღუდული რაოდენობის გაკეთების შესაძლებლობა და ესე ვთქვათ იმისთვის რომ ეს შეზღუდული რაოდენობა მაინც დატვირთული იყოს და ესე ვთქვათ ყველა რესურსი ბოლომდე იყოს ათვისებული, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ამისთვის ესე ვთქვათ აქ ამის გაკეთება უფრო მარტივია ვიდრე იქ, იმიტომ რომ აქ პირდაპირ ესე ვთქვათ უკვე ეს კლიენტები ყავთ პრინციპში და გირეკავენ როგორც ამბობთ. თეორიულად ჩვენ შეგვიძლია შეუზღუდავი რაოდენობის, ანუ გასაგებია რესურსი არ არის შეუზღუდავი, არ არსებობს ეგეთი რაღაცა, რაც შეუზღუდავი რესურსი და შეუზღუდავი რაოდენობა ესეთი რაღაც არ არსებობს. ყოველთვის არსებობს რაღაცა შეზღუდვა, რაც შეეხება მსხვილი კლიენტის მომსახურებას, იქ რა თქმა უნდა არის რაღაცა შეზღუდვა, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა კონკრეტული, როგორ ავიდეთ $1,200,000-მდე და ამის შესაძლებლობა გვაქვს და ამისთვის ვიყვანთ ახლა ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარებიან ამის გაკეთებაში. მაგრამ რაც შეეხება ჩვენს პლატფორმას, რომელზეც შეუძლია ადამიანი შემოვიდეს, შეავსოს ფორმა და გააკეთოს ეს ყველაფერი, ეს არის შეუზღუდავი მომენტი, პროცესი არსებობს პლატფორმა, შეგიძლია შეხვიდე, დაუკავშირო შენ თვითონ და ეს ყველაფერი იმუშავებს. ანუ self-service ვარიანტიც გვაქვს. მაგრამ უბრალოდ ეს self-service ვარიანტისთვის ჯერ არ არის მზად ბიზნესი. უკაცრავად, აბა იგი ხევერი გავიგე. მე ესე იგი შეიძლება მცდარი წარმოდგენა მქონდა, რომ შესაძლებელი იყო, ესე ვთქვათ, თითოეულ კომპანიასთან მუშაობით და ესე ვთქვათ, მათი საჭიროებიდან გამომდინარე ამის გაკეთება. მაგრამ თქვენ ახლა ამბობთ ეგეთ რამეს, რომ გარდა ამისა, გარდა ესე ვთქვათ, fine tuning-ისა, თქვენ გაქვთ კიდე იმის შესაძლებლობა, რომ ბოლოს ადამიანი თქვენ პლატფორმაზე შემოვიდეს, ესე ვთქვათ, სტანდარტული კითხვები დაწეროს და სტანდარტული პასუხები დაწეროს და კონდეს ეს მომსახურება მაგას ამბობთ. კი. ანუ ჩვენ გვაქვს ეს appointment assistant-ი, რომელიც მე თქვენ გაჩვენეთ. ეს არის სტანდარტული appointment assistant-ი, რომელიც მე გაჩვენეთ იმ ჭრილში, რომ ეს არის auto dealership-ი, მაგრამ ზუსტად ისეთი ასისტენტი მოემსახურება კბილის ექიმს, იმიტომ რომ ზუსტად იგივე ბიზნეს პროცესია ჩაწერი. დიდი საავადმყოფოა, ესე არ გამოვა, იმიტომ რომ იქ უფრო რთული სისტემა არის. ეს არის პატარა ბიზნესისთვის, ანუ solopreneur-ებისთვის გაკეთებული სისტემა, შეუძლია შევიდეს, შეავსოს ფორმა და გამოიყენოს ეგრევე. ამაზე შეზღუდვა არ გვაქვს. უბრალოდ პრობლემა იმაზე. უკაცრავად, შეხედეთ, ანუ კბილის ექიმი საქართველოში შეიძლება რომ თქვენთან შემოვიდეს და ეს გააკეთოს. კი, რა თქმა უნდა. კარგით და კბილის ექიმს კონდეს ეს appointment-ის, ასე ვთქვათ, სერვისი. არა მხოლოდ საქართველოში, ნებისმიერ ინგლისურენოვანი ქვეყანაში. გავიგე. კითხვა მაქვს ეგეთი, რომ ამ შემთხვევაში მას ერთჯერადი თანხის გადახდა არ უწევს. ანუ არა, ყოველთვიური გადასახადია. არის ყოველთვიური გადასახადი. ანუ ჩვენ ახლა გავზარდეთ $200 არის თვეში. რაც საქართველოსთვის ალბათ იქნება გადათვლილი და სხვანაირი, მაგრამ ამერიკისთვის და ინგლისურენოვანი ბაზრებისთვის არის $200 თვეში. ითხრება $100-დან $100 იღებს მხოლოდ chat ასისტენტი და $200 იღებს chat და voice. კარგით. მანდ კიდე ერთი კითხვა, რომ კი ბატონო. მე მახსოვს, რომ დიდი კომპანიების შემთხვევაში, როცა თქვენ fine tuning-ი გიწევთ, იქ ერთჯერადი გადასახადი იყო $20,000 დაახლოებით. ანუ იქ ფასი შედგება 3 მომენტისგან. აქ არის უბრალოდ software as a service მოდელი პატარა ბიზნესებისთვის და ეს არის მცირე გადასახადი საქართველოში $200 არ ეღირება, რა თქმა უნდა. რაც შეეხება მსხვილ კლიენტებს,
აი არდისთან იყო ძალიან დიდი ფასდაკლება და იქ წლიური გადასახადი გამოდის მე მგონი $30,000 დაახლოებით თავისი, ანუ სამი იმისგან შედგება ფასი, ეს არის პირველი საფასური, პირველი ეს არის პროტოტიპის გაკეთება, მერე პროტოტიპს უშვებთ ლაივში და ამ პროტოტიპის მორგება ხდება მომხმარებლის ქცევაზე, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა იქნება გასაკეთებელი, ტრენინგი გასაკეთებელი, რომ კარგად ხვდებოდეს რას გულისხმობს მომხმარებელი ლოგიკის აპდეიტი და აპგრეიდი და ასე შემდეგ და მერე არის ყოველთვიური გადასახადი, იმიტომ რომ ანუ AI-ს აქვს თავისი ხარჯები, speech to text, text to speech, NLU, ანუ ბევრი რაღაც არის, რასაც არის ყოველთვიური გადასახადი და პლუს ჩვენი რა ქვია, fee აპდეიტებში, აპგრეიდებში და ასე შემდეგ. ირაკლი, კითხვა მაქვს ეგეთი. როგორ ფიქრობთ? გარკვეული პერიოდის, კარგი პერიოდის შემდეგ რა, პროპორცია რა უნდა იყოს, ანუ დიდი კომპანიები და ანუ სადაც თქვენ გიწევთ, რომ ის დაურეგულიროთ კი არა, ესე ვთქვათ, მათ კომპანიებზე აწყოთ, მათ საჭიროებებზე და ესე ვთქვათ, ისეთი კლიენტები, რომლებიც თვითონ შემოვლენ, თვითონ შეავსებენ ყველაფერს და ესე ვთქვათ, მერე თვეში 200 დოლარს გადაიხდიან, 200 იქნება 100 თუ 300, მაგას არ აქვს პრინციპს გეუბნებით. ანუ წვრილი კლიენტები შედარებით მარტივი ფუნქციონალით და მსხვილი კლიენტები რთული ფუნქციონალით. ამათ შორის პროპორცია რა უნდა იყოს? კი ბატონო, თუ შეიძლება რომ გვაჩვენოს ჩვენი გეგმაში ეს ჩანს. ანუ იდეა არის ის, რომ ჯერ ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს მსხვილ კლიენტებზე, იმიტომ რომ ისინი ამისთვის მზად არიან და აქვს გამოყოფილი თანხები, რომ ეს პრობლემა მოაგვაქვს. გეგმა გამიხსენეთ შეიძლება, ხა ეს ცხრილი რო არის ის სლაიდი. ანუ ჩვენი იდეა არის ის, რომ ჩვენ ვიწყებთ მსხვილ კლიენტებთან მუშაობას, იმიტომ რომ ისინი ამაში იხდიან ფულს და აქეთ გვეძებენ, ანუ ჩვენ უბრალოდ ჩვენ შესახებ იგებენ სხვადასხვა რესურსებიდან და მე შეხვედრებს გეგმა ამწევად შევხვდით ანუ ბანკებს და ანუ მსხვილ კლიენტებს რეალურად უმსხვილეს ბრენდებს საქართველოში, რომ ჩვენ არც საიდან ნაცნობობით არ მოგვიწია მათთან შეხვედრა, იმიტომ რომ ყველას აქვს ეს პრობლემა. ნახეთ როგორ ხდება, აი ჩვენ თუ ახლა ვხედავთ 2023 წელს 300 კლიენტი აქედან მსხვილი იქნება დაახლოებით 50, დანარჩენი 250 იქნება მცირე ბიზნესი, ანუ ეს SaaS ვერსია. ანუ ეს არის ძალიან ცოტა. ხო, მაგრამ ნელა-ნელა პროპორცია შეიცვლება, იმიტომ რომ ჯერ ერთი როცა მსხვილი ბიზნესები დაიწყებენ ამის გამოყენებას, ადამიანები დაიწყებენ ამ რობოტთან ლაპარაკს. ეს ინფორმაცია გავრცელდება, რომ მსხვილი ბიზნესები იყენებენ. ხო, მაგალითად არდისთან გვახში თანხმობა, რომ ისინი ექსკლუზიურად დაიწყებენ ლაპარაკს Kalen AI-ზე და ჩვენს AI assistant-ს და ხმოვან assistant-ს და შემდეგ. ანუ ეს ამას ნელა-ნელა მოყვება education, ანუ ჯერჯერობით მცირე ბიზნესი უბრალოდ არ იცის, რომ ეს მუშაობს და როცა ეს ყველაფერი გაირკვევა 2026 წელს ახლა ხედავთ 52,000 კლიენტი გვყავს, ფიზიკურად ვერ მოიმსახურები ამდენ მსხვილ კლიენტს, შეუძლებელია. აი წვრილებში დღეს ამდენი გყავთ. ბატონო? წვრილებში დღეს ამდენი გყავთ. 100-ზე მეტი. მაგრამ ეს საქართველები არა. ქართველების არ გულისხმობ. საქართველოში? საქართველოში წვლილები ანუ თუ Space Cargo-ში არის, Space Cargo არ არის წვლილი კლიენტი. ანუ საქართველოში SaaS კლიენტი არც ერთი არ გვყავს ჯერჯერობით. და უბრალოდ ერთ კითხვას დაგისვამთ რა. საქართველოში წვრილ კლიენტებზე რა, ანუ ვისაც customizing-ი არ ჭირდება თქვენი მხრიდან. მაგათვის თუნდაც ესე ვთქვათ რა, ერთწლიანი უფასო ვერსია რო გააკეთოთ რა, ოღონდ ეს ვთქვათ ის რო ძალიან გავცილდეს რომ ოღონდ გაბაზრდეს. უფასო ვერსია უფასო არ უშველის ამას. ანუ პრობლემა ფასში არ არის. თუ კლიენტს ესმის, მომხმარებელს ესმის ღირებულება და value, ის ფასს გადაიხდის და თუ არ ესმის, უფასოდაც არ გამოიყენებს. ანუ ჩვენ ეხლა ამ მომენტში ჩვენ გვაქვს პრიორიტეტში მსხვილი კლიენტები, რომლის კონვერსია და ზოგადად მათთან მუშაობის დაწყება არის მარტივი, უბრალოდ sales ციკლი არის, ანუ გაყიდვის ციკლი არის გრძელი. თორე გადაწყვეტილებები მიღებულია top management-თან ვარ კონტაქტში, 7 უმსხვილესი ბრენდი იწყებს ჩვენთან მუშაობას და ანუ ამაში ეჭვი არ მეპარება. ხო და რაც შეეხება წვრილ კლიენტებს, ანუ მათი დარწმუნება მოხდება ორგანულად, შემოვლენ ადამიანები, ვისაც ეს სჭირდება, დაინახავენ რომ სხვაგან ეს მუშაობს და შემოვლენ და დაიწყებენ ამის მოხმარებას. რაღაცა რეკლამას და მარკეტინგს რა თქმა უნდა გავაკეთებ, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის ჩვენი პრიორიტეტი. იმიტომ რომ პრიორიტეტი არის გათვლილი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება cash flow. ჩვენ არ ვართ რაღაც SaaS, მე არ ვარ SaaS ტიპის რაღაც ადამიანი, რომელიც
აწევს მას რა ქვია ინვესტიციას და მე არ ესმის ეს როგორ უნდა გამოიყენოს და ანუ კლიენტები როგორ უნდა შემოიყვანოს. მე ყოველთვის ვიყავი cash flows ტრადიციული ბიზნესმენი, 2002 წლიდან ვარ ბიზნესში და ანუ კორპორატიული კარიერა მაშინვე დავასრულე. იმის მე ვიცი რომ არის P&L, cash flow და თანხები უნდა მოიზიდო. მე ჯობია შევხვდები 10 კლიენტს და 10 კლიენტისგან $200,000 ავიღებ, ვიდრე შევხვდები 20,000 კლიენტს და არ ვიცი 20,000 კლიენტს ვერ შევხვდები, იმიტომ რომ ამის რესურსი არც მაქვს. შესაბამისად, ჩემი მიდგომა არის ის, რომ კი ბატონო. მე მაგას გულისხმობდი, ესე ვთქვათ, ამისი გავრცელების კუთხით, მაგრამ გავიგე თქვენი არგუმენტები, ანუ გავრცელების კუთხით გულისხმობდი მაგას და ირაკლი კიდე ერთი კითხვა, რომელიც ესე ვთქვათ იყო ეგეთი კითხვა. ჩვენ ვიცით რომ თქვენ ჯიტაც აიღეთ და 500-შიც გახვედით. 500-დან გამოვედით ჩვენ. 500-დან გამოვედით. ეგ მაინტერესებდა, პირდაპირ სიმართლე გითხრათ, ეგ კითხვა უნდა გისურვოთ, რომ რატომ გამოხვედით. ანუ დროის კარგვა იყო უბრალოდ და მეტი არაფერი. ხო, გავიგე. ანუ თქვენი რესურსი მიდიოდა ბევრი და შედეგი იყო გაურკვეველი, მაგას გულისხმობთ? ანუ შედეგი იყო, არ იყო არავითარი შედეგი. ანუ მე არ მესმის ხალხი რას აკეთებს საერთოდ მართალია გითხრა. ანუ ჩემი დრო არის ყველაზე მთავარი ჩემი რესურსი. მე ის 2 კვირა რომელიც დავხარჯე იქ სუთყუილად, ამას დავხარჯავით კლიენტებთან შეხვედრაში და რაღაც ბიზნეს პროცესების ორგანიზაციაში. ეს დრო დავკარგე უბრალოდ და მეტი დრო უბრალოდ არ მქონდა და წამოვედი იქიდან. და ეს $100,000 რომელიც ანუ იყო მათი შემოთავაზება, არც მაინტერესებდა $300,000 მაქვს ჩადებული ჩემი საკუთარი ფული ამ კომპანიაში. და კიდე $300,000 ჩავდებ თუ იქნება საჭირო. ირაკლი ტექნიკურ კითხვას დავსვამ ამასთან დაკავშირებით, ანუ 500 მაგალითად cap table-ზე ახლა რჩება თუ ისე დასრულდა ურთიერთობა, რომ წილის ნაწილზე აღარ არის საუბარი. წილის ნაწილზე, ანუ ჩვენ გვინდა ინვესტორების მოზიდვა, ხო? ანუ ეს არის ჩემთვის რაღაც ახალი გამოცდილება, არასოდეს არ ყოფილა რამაში ჩართული და მაინტერესებს, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში კომპანიის განვითარებისთვის საჭირო არის ის, რომ მოიზიდო სხვა ადამიანების ფული და ზოგადად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით, როდესაც ასკეილებ. ხო, ჩვენ ახლა არა ვართ სკეილის ფაზაში. ჩვენ ახლა ვართ product market fit-ის ფაზაში, ამიტომ ბევრი ფული ახლა ჩვენ არ გვჭირდება. უბრალოდ ჩვენთვის საჭიროა, ჩემთვის პირადად საჭიროა მიღება გამოცდილების ინვესტორებთან ურთიერთობის, რომ გავარკვიო რა ინტერესებს ინვესტორებს, იმიტომ რომ ამერიკულ ბაზარზე გასვლად უიჩველი ჩვენ დაგჭირდება სულ სხვა თანხების მოზიდვა. მაგას ვიტყვი თუ შეიძლება, იმიტომ რომ ეგ მნიშვნელოვანი კითხვაა რა, ჩვენ ინვესტორებს აინტერესებთ ეს რო ვთქვათ მოგებით გამოსვლა საბოლოო ჯამში, რეალურად ამაზეა საუბარი. და მეც იგივე მაინტერესებს. კი და ჩვენ თავს უყურებთ, რომ ჩვენი მიზანია რომ გარკვეული შატლის როლი შევასრულოთ, ესე ვთქვათ, ანუ იმ მომენტში როცა გჭირდებათ ეს ვთქვათ თანხა მოგცეთ, თქვენ ამით ესე ვთქვათ შემდეგ level-ზე გადახვიდეთ, მოით ესე ვთქვათ, სადაც valuation-ი თქვენი მკვეთრად იზრდება და მაგ მომენტში კი ბატონო, სრულიად დასაგებია თქვენი მიდგომა. კი. აი არის ჩვენი ეს მეც ესე ვფიქრობ ზუსტად, რომ თქვენ უნდა შემოხვიდეთ ახლა, როცა ჩვენ რეალურად ვართ pre-seed, ხო? seed level-ზე ვართ და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი პროდუქტი სულ სხვა დონეზე არის, ანუ თანხა რაც არის ჩადებული ამ კომპანიაში და რა ეტაპზეც ვარ, ჩვენ რეალურად seed-ზე არ ვართ. იმიტომ რომ ჩემი იდეა იყო, რომ საერთოდ არ გვჭირდება ინვესტორები, მაგრამ მე მივხვდი, რომ ინვესტორები გვჭირდება. იმისთვის, რომ ანუ შესაბამის მომენტში ფული ჩავასხათ იქ, სადაც საჭიროა. ხო და რა თქმა უნდა, გასაგებია ეს ამბავი, ანუ ჩვენ ახლა ვართ რაღაც valuation-ზე, თქვენგან შემოდის, რა ვიცი, რაღაცა თანხა ამ valuation და მე ეს valuation-ი, ანუ 1,200,000-ზე რო გავდივარ ბრუნვაზე, ეს სხვა valuation-ი გაქვს ამის მერე, ხო? და შესაბამისად უკვე ამ მოგებაში თქვენც ხარ და მეც ვარ და ყველა არის ამაში. ირაკლი და მოდით რა scale-ზე დავსვათ კიდე კითხვები, იმიტომ რომ მგონია რომ ეს კითხვაც ესე ვთქვათ რა higher-ში ტრიალებს. მოკლედ, მე როგორც გავიგე, ოღონ ამას კიდე ვიტყვი კიდევაც ეს ვთქვათ იმისთვის, ვინც ამას ნახავს ამ ჩანაწერს, იმიტომ თქვენთან მესამეჯერა მაქვს ესე ვთქვათ ეს რა ქვია, შეხვედრა, მე როგორც გავიგე.
რეალურად თქვენ დღეს როცა დავუშვათ რომელიღაცა სადაზღვევო კომპანიას ან რომელიღაცა საავადმყოფოს უკეთებთ პროდუქტს, ანუ მათზე მორგებულს, ამაზე შეიძლება დაგჭირდეთ ერთი თვე ან სამი თვე, პრინციპს ვიძახი. მაგრამ როგორც კი თქვენ პირველი საავადმყოფო გაქვთ, ამ შემთხვევაში შემდეგი საავადმყოფოსთვის ამის გაკეთება უკვე 3 თვე აღარ დაგჭირდება, დაგჭირდება 15 თვე, იმიტომ რომ ძირითადი სტრუქტურა 3 დღე. ხო, პრინციპს ვიძახი. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს framework-ი. ანუ ვერტიკალი სათვისება მარტივია, როცა შენ აიყვანე ერთი კლიენტი ვერტიკალში, მე ვერტიკალზე არ ჭირდება საერთოდ პრაქტიკულად არავითარი დანახარჯი. ვერტიკალში ხო ვერ ხვდები, ანუ ვერტიკალის ხო, ანუ სფეროში, მოდი ესე ვთქვა, ხო, ჩემთვის სფერო უფრო გასაგებია ამ შემთხვევაში სიტყვა. ხო, კი ბატონო. ხო, ანუ აი ამ სტრუქტურით, ესე ვთქვა, როცა გააქვთ პრინციპი, მე უკვე შეიძლება ეს 3 დღეში გაკეთდეს და საბოლოო ჯამში, რაც უფრო მეტ ადამიანს მეტ კომპანიას მოემსახურებით ერთ-იგივე სფეროდან, მით უფრო აჩქარდება, ესე ვთქვათ, უკვე შემდგომი კლიენტის კასტომიზაცია. შესაბამისად, რეალურად თქვენი დღევანდელი პროცესი, რაც არის სკეილინგის კუთხით, თქვენ დღეს იღებთ რაზგონს უკაცრავად ჟარგონისთვის, ხო? ანუ დღეს ესე ვთქვათ, იმაშვებით, რა ქვია, იღებთ აი ამ ესე ვთქვათ, კონკრეტული სფეროს მიხედვით კომპეტენციების დაგროვება თუ ამათ აჭირდებათ, AI-ა და ესე ვთქვათ, საბოლოო ჯამში ეგ ჭირდება და შემდგომში ეს ბევრად უფრო დაჩქარდება. ანუ რეალურად ისი თქვა მინდა ხა რატო ვამბობ ამას, რომ როგორც მე ვხვდები რა, დღეს რო თქვენ შეგიძლიათ რომ მოემსახუროთ სიტყვაზე 10 მსხვილ კლიენტს, ხოლო ეს არ ნიშნავს რომ 2 წელიწადში 500 ვერ მოემსახურებით ერთდროულად. ანუ პრინციპს ვიძახი, ანუ როგორც კი თქვენ ესე ვთქვათ, პორტფოლიოში სხვადასხვა სფეროები გყავთ, მე ეს ძალიან მარტივდება და ძალიან სწრაფად კეთდება. კი ბატონო, მეცაც გეტყვით, ესე იგი არსებობს ვერტიკალები, ანუ ინდუსტრიები, სადაც ანუ სადაზღვევები მაგალითად საქართველოში და ამერიკაში მუშაობენ სხვადასხვანაირად, მაგრამ არსებობს მაგალითად სასტუმროები, სადაც ანუ ყველგან ერთნაირი ბიზნეს პროცესი არის აწყობილი, ანუ ბიზნეს პროცესი სასტუმროში დაჯავშნის მაგალითად არის ერთნაირი ყველგან. ყველგან ანუ booking.com-ი ჯავშნი ნებისმიერ ქვეყანაში. შესაბამისად, როცა ჩვენ ანუ booking.com-ი არის მობილური აპლიკაცია, ჩვენ ვართ სასაუბრო აპლიკაცია, ანუ ჩვენც აპლიკაცია ვართ. უბრალოდ ჩვენ სერვისის მიწოდება ხდება საუბრის მეშვეობით. შესაბამისად, როგორც კი ჩვენ ავითვისეთ, მაგალითად, ახლა ჩვენ ხვდებით საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ქსელის წარმომადგენლებს, როგორც კი გავაკეთებთ მათთვის ამ აპლიკაციას, მე scale-ს ვაკეთებთ worldwide. ანუ არსებობს ვერტიკალები, სადაც scale ხდება მხოლოდ ქვეყნებში და სადაზღვევო ეს არის. მაგრამ უბრალოდ ინტერესი იყო მათი მხრიდან არც მივსულვართ მათთან. თვითონ მოვიდნენ ისინი ჩვენთან. თორე არსებობს ვერტიკალები, სადაც scale ხდება მარტივად ძალიან. როცა ემსახურები ერთ სასტუმროს ქსელს, ანუ ყველას ემსახურები, რომ ყველას ჭირდება ეს. გასაგებია. ეგ მინდოდა, ანუ პირველია რთული, მეორე მარტივი, მეათე უკვე სტატისტიკაა, ხო? ანუ წარმოიდგინეთ, რომ მობილური აპლიკაციების ბუმი რო იყო აი 2000-იანების შუაში, აი როცა iPhone-ი გამოვიდა და არა 2010-იანების დასაწყისში იყო მობილური აპლიკაციების ბუმი. აი ჩვენ ვართ ახლა იქ ზუსტად. ოღონდ ჩვენ მობილურ აპლიკაციებს კი არა, სასაუბრო აპლიკაციებს ვაკეთებთ. ეს არის სად ვართ ჩვენ ახლა და ესეთი ბევრი კომპანია არ არის. როგორც მაშინ არ იყო ბევრი კომპანია. გავიგე. კარგით, მე მგონია, რომ ასე ვთქვათ, თუ კოლეგებს აქვთ კიდე კითხვები, კაია თუ დასვამენ, მე ასე თუ ისე ასე ვთქვათ, ანუ ზოგი კითხვა მაინტერესებდა, ზოგი კითხვაზე პასუხი და ზოგი კითხვაზე უბრალოდ იმიტომ დავსვი, რომ ასე ვთქვათ, ვინც ამას მოусმენს, იმათეს გაიგოთ და თუ კოლეგებს ხო, უკაცრავად მოით, ასე ვთქვათ, ისინი valuation-საც შეეხება და დაახლოებით მოით ესე ვთქვათ, აი, მაგრამ ეგ პრინციპში თქვენ იმ ფაილში, რომელიც ატვირთული გაქვთ ჩვენთან დილუმზე, იქ ჩანს რა პერიოდში როგორი, ანუ პირდაპირ გაქვთ ფინანსები ყველაფერი გამოტანილი, იქ ჩანს ყველაფერი რეალურად რა მომენტში როგორი იქნება, მაგრამ იქ valuation-ები არ გიწერიათ, მაგრამ გიწერიათ ეს თქო valuation-ი appendix-ში არის, შეგიძლიათ ნახოთ. appendix-ში 3 მილიონი გიწერია valuation-ი, appendix-ში არის მითითებული ეგ ციფრი.
ხო, მე მგონია valuation-ი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ მაგას ახლა საიდან მოდის ეს valuation-ი? ჩვენი განვითარების თარიღი ცუდად ისმის თქვენი ხმა. გამარჯობა, არის მის თქვენი კითხვა. თქვენი ხმა არის. გამარჯობა, ანუ შეიძლება მე დავსაკუთრებ valuation-თან დაკავშირებით. ანუ საიდან მოდის ეს შეფასება? ჩვენი განვითარების თარიღი საიდან ეს valuation-ი? ანუ როგორც მე ვთქვი, ჩვენ ვიყავით აყვანილი 500 Global-ში და 500 Global-ში არსებობს შეფასების სისტემა, შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებსაიტზე და ნახოთ. ისინი იყვნენ კომპანიებს, რომლებსაც შეფასება აქვთ $3 მილიონი და მათი პირობებია, რომ 5% სანაცვლოდ $150,000 რა ქვია, მაგას ინვესტიციას აწვდიან. თუ სწორედ გავიგე კითხვა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ისმოდა. გიორგი არის მის თქვენი ხმა. გიორგი ახლა საერთოდ აღარ გესმის. გიორგი მიუცე ხართ. არის მის ხმა. აი, გიორგი ახლა აღარ ახართ მიუცე, ახლა თუ იტყვით. მე მოგეთხოვთ გავიგოთ. ხო, ისე მიუცე. თიმა მადლობა კითხვებისთვის. ხო, ძალიან დამეხმარებ. კითხვა მეც როგორც გავიგე, ირაკლი იყო valuation-ზე, ანუ რა valuation, საიდან იყო valuation-ი და ხო. ანუ ამბობთ, რომ იქ უკვე ეს გაიარეთ, ესე რომ თქვა, სადაც ამას დიდ მნიშვნელობა, დიდ ყურადღებას აქცევენ. შესაბამისად, ესე რომ თქვა. კი, ან ეს ჩვენი თავიდან გამოგონილი ეს valuation-ი არ არის. გავიგე. კარგით. კიდე ხო არ არის რამე კითხვები? უკაცრავად არ ვიცი რაღაც ტექნიკური ხარვაზე იყო და ეხლა ისმის კარგად. დიახ. არ ვიცი კითხვაზე მქონდა და მე შემდეგ რაღაც გაწყდა კავშირი. უბრალოდ ეს სამშენები რაზე არის დაფუძნებული თქვენი შეფასება, აი ეს მონაცემები, მაგალითად არ ვიცი შემოსავლების გათვლებით ვას შემდეგ, ანუ ზუსტად უფრო ღრმად მაინტერესებს რას დაეფუძნა ეს შეფასება, გასაგებია რომ დაუშვათ 500 valuation-ის დროს მოხდა ეს შეფასება, მაგრამ აი ტექნიკურად მაგათ შემოსავალი რა პროგნოზი იყო და შემდეგ ანუ აი რის საფუძველზე მოხდა ეს სამშენების საფუძველზე აი ეს მაინტერესებს თქვენი გათვლებით არის ეს თუ რამდენ შემოსავალზეა დათვლილი და ასე შემდეგ ანუ ეს მონაცემი არის გათვლილი იმაზე და ეს როგორი თვლის ამას 500 მე ვერ გეტყვით მათ მეთოდიკას ან რა შეიყვანეთ მაშინ ხო რაც შეეხება შემოსავალს ეს ჩვენ ვიყავით შეფასებულები როგორც pre-revenue company ანუ საერთოდ revenue-ის გარეშე მყოფი კომპანია ვიყავით შეფასებული როგორც კომპანია რომელსაც revenue საერთოდ არ აქვს თუმცა ესე არ არის ანუ ოღონდ revenue ხო გაქვთ უკაცრავად ირაკლი revenue ხო გაქვთ ანუ შეხედეთ მე როგორც ხვდები გიორგი კითხვა ამ შემთხვევაში არისო დღევანდელი მონაცემებით თქვენ გარკვეული შემოსავლები გაქვთ და თუნდაც შემდგომ შემოსავლებზე როცა აკეთებთ რაზე დაყნობით აკეთებთ ამ გათვლებს გიორგი სწორედ გავიგე თუ არა ანუ უბრალოდ მაინტერესებდა როგორ მოხდა მეთოდიკა შეფასების თუნდაც გასაგებია რომ იქ თვითონ მოხდა ავტომატურად შეფასება 500 სტარტაპის მიერ მაგრამ აი რა მონაცემების საფუძველზე მოხდა ეს შეფასება და გარკვეული ინფუტები ალბათ თქვენი მხრიდანაც დაჭირდებოდათ იმისთვის რომ მათ დაეთვალათ ეს ხო რა თქმა უნდა და აი რა ინფუტებზე იყო დაყრდნობით ეს თუ თქვენ იცით ეგ მაინტერესებდა თუ არ იცით ან მაშინ რა თქმა უნდა მართალი უთხრათ არ ვიცით იმიტომ რომ ბევრი შეხვედრა ქონდა 500-თან და რის საფუძველზე შეგვაფასეს ესე არ ვიცი მე მართალი რო გითხრათ. კარგი, კი ბატონო, მათ შეფასებაზე, ანუ მე ვერ ვისაუბრებ, უბრალოდ იქიდან გამომდინარე რა მეთოდიკაც აქვს, ამას გეუბნებით. რომ ეს კარგი, პასუხი მივიღე, მადლობა. კი ბატონო. მადლობა კითხვისთვის. თუმცა ფინანსური მაჩვენებლები თქვენ მათთვის მიცემული გაქვთ, ანუ ის რაც დღეს გაქვთ. არ გვაქვს მიცემული, არავითარი ფინანსური მაჩვენებლები. არ გაქვთ მიცემული. არა, არ მიგვიცი არავითარი ფინანსური მაჩვენებლები. ანუ რაღაც დოკუმენტები არ გვაქვს მათთვის გაგზავნილი. ირაკლი და კიდე ერთი კითხვა რა, რაც მგონია რომ ზოგადად მნიშვნელოვანია ძალიან, ეს არის traction-საც შეეხება რა. ანუ ეხლა თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ, რომელიც პრინციპში კინაღამ გამოვტოვეთ. ეს არის რომ დღეს შემოსავლები, ესე ვთქვა და ანუ paid customer-ები
როგორც ეგეთი გყავთ, თუ ესე ვთქვათ, ან მოითხოვოთ სხვანაირად შევხედოთ. არა paid customer-ები, არამედ კონტრაქტები, რომელიც გაფორმებულია, გაფორმების პროცესშია და რომლებიც გახდებიან paid customer-ები. აი ესენი თუ ჩავთვალოთ კონტრაქტები, რომლებიც გაფორმების პროცესშია, ერთი 500,000 ლარის კონტრაქტები მხოლოდ development-ზე და support-ს აქ არ გულისხმობს, support-ი ცალკე დასათვლელი არის წლის განმავლობაში. ანუ 500,000 ლარის კონტრაქტები უკვე გვაქვს. ანუ იანვრის, ანუ ეს არის 10 კლიენტი, რომელთანაც უკვე ტექნიკურ საკითხებს გავდივართ API-ის მეშვეობით, როგორ დავაკავშიროთ და ანუ პროტოტიპის ვაკეთებთ. ეს არ არის უკვე რაღაცა ლიდებზე საუბარი და კონტრაქტები გაგზავნილი. ანუ თქვენ ტექნიკურ, ანუ ვთქვათ, მათთან მოლაპარაკება და მათთან ურთიერთობა გადასულია იმ პროცესში, როცა ფასი განსაზღვრულია, ეს ერთი. და უკვე მომსახურების ტექნიკურ დეტალებზე მიდის საუბარი. კი ბატონო, კი. ამაზე. ანუ უმსხვილესი მობილური ოპერატორები მათ შორის ერთ-ერთი მათგანი და ბანკები, რამოდენიმე ბანკი, სადაზღვევო 4 კომპანია დაინტერესებულია და მათ ზოგადად დაინტერესებთ ეს ექიმთან დაჯავშნა, იმიტომ რომ ეს არის მაგათი ძირითადი პრობლემა call center-ის და კიდე ვიღაცა არ გამომჩეს, ანუ რამოდენიმე კი არა 10 მსხვილი კომპანია, რომელთანაც ვართ უკვე ტექნიკური დეტალების გავლის ეტაპზე. ანუ თქვენ სავარაუდოდ, არ ვიცი, ვადა ავიღოთ ეგეთი. საცივიდან რო ამოვლენ, რო ამოყოფენ თავს ეს ადამიანები, ეგრევე გავაფორმებთ კონტრაქტებს და გამოვაცხადებთ ამას ოფიციალურად. გავიგეთ, დაახლოებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეიდან მაქსიმუმ თებერვალში, თებერვალის დასაწყისში, ორ თვეში ყველაზე მაქსიმუმი ავიღოთ 10 კომპანიასთან დაახლოებით პლუს-მინუს 2 და 20% გაფორმებული იქნებათ, ასე ვთქვათ ისინი. და თქვენ დღეს არც ერთთან არ გაქვთ უფლება, რომ არც ერთი სახლი დაასახელოთ, ხო? კი, იმას ის რომ მსხვილი კომპანიებია, ასე ვთქვათ, მობილური ოპერატორები, თუ NDA-ს მოაწერთ ხელს, ყველას დაგისახელებთ. არ მაქვს პრობლემა. კარგით. გავიგე. მივიღე პასუხი. და კონტრაქტებსაც გაჩვენებ. გავიგე. კონტრაქტები არის უკვე როგორც ეგეთი? კი ბატონო. ანუ კონტრაქტი არის უკვე, უბრალოდ პროცესი არ დაწყებულა. მაქვს ორი, ეხლა მაქვს ხელმოწერილი ორი კონტრაქტი, ორ კომპანიასთან, მათ შორის არის უმსხვილესი ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური ოპერატორი ტელეკომიდან და სადაზღვევო კომპანია. მათთან უკვე კონტრაქტები მაქვს. რაც შეეხება სხვებს, ანუ კონტრაქტები უკვე გაგზავნილია, ანუ მიდის გაფორმების, ანუ ზოგიერთი მაგალითად სჭირდება ტენდერის გამოცხადება, რაღაც საკუთარი შიდა პროცესების გამო და ასე შემდეგ, ანუ მსხვილი კომპანიებს რაღაც თავისი პროცედურები აქვს დასავლური. თუმცა ამაზე საუბარი უკვე მიდის ოქტომბრიდან და ნოემბრიდან, როცა როგორც მე ვთქვი 19 სექტემბერს ჩვენ ჩავუშვით პლატფორმა, მაგრამ ჩვენ კონცენტრაცია მოახდინეთ მსხვილ კომპანიებზე. ხო, მათ შორის უმსხვილესი ტრაფიკების ობიექტები, ანუ ბევრი მიმართულებით მუშაობთ ჩვენ და ვერ დავასახელებ უბრალოდ. გავიგე, ეს ვთქვათ, ეგ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო რა. კი ბატონო. კარგით. მე ესე ვთქვათ, ხო, კიდე კაი ეს არ გამოგრჩა. მე მეტი კითხვა აღარ მაქვს და ხო, თუ კიდე კოლეგებს ამას სხვა კითხვა არ აქვს, მე მოვში. ხახის ნაწილში უბრალოდ დავაზო, თქვენ ზუსტად რამდენის მოთხოვნა გქონთ ახლა ამ ეტაპზე და ანუ თქვენ ახსენეთ როგორც მახსოვს რომ თუ საჭირო მეც ჩავდებ კიდე თახას რომ რამდენი საჭირო იქნებაო და აი მან როგორ არის საჭიროება და ასევე ჩვენგან როგორც ენჯინერინგ სტორებისგან ანუ რას მოელით მხოლოდ ფაქტს ნაწილი ერთმან ინტერესს სხვა მხრივაც რა მოვლენები გაქვთ რომ ამ ხარდაჭერის ნაწილში იქნება ეს მაინტერესებს. რა თქმა უნდა თანხების მოზიდვა არის ჩვენი როგორ თქვა ამ ეტაპზე ჩვენ რეალურად თანხა არ გვჭირდება იმიტომ რომ ის ადამიანები რომლებიც ჩვენ უნდა ავიყვანოთ ისინი აყვავს და ამის თანხა გვაქვს ჯიტა მოგცა ამის შესაძლებლობა და ეხლა მე ანუ ამ პროცესში ვარ და
რეალურად სულ გასაუბრებების რეჟიმში ვარ და რაც შეეხება სხვა ექსპერტიზას, თანხები გჭირდება, იმიტომ რომ როგორც მე ვთქვი, თანხების მოზიდვის გამოცდილება მჭირდება პირადად მე და ეს თქვენთვისაც მომგებიანია ჩადოთ კომპანიაში თანხა და მე 20x ამოიღოთ იქიდან ძალიან ესეთი მომგებიანი ინვესტიცია გამოვა. რაც შეეხება სხვა კომპეტენციებს ინვესტორების, რა თქმა უნდა, თუ ინვესტორებს ყავთ კონტაქტები მსხვილ კომპანიებში, რომელსაც აქვს call ცენტრები და რომლებსაც ჭირდება ჩვენი სერვისი და თუ ისინი დაგვეხმარებიან ამ კლიენტების მოზიდვაში, რა თქმა უნდა, ეს იქნება მშვენიერი და ამის იმედიც გვაქვს, იმიტომ რომ ძირითადად ინვესტორები არიან ადამიანები, ვისაც აქვთ კონტაქტები და სხვათა შორის სახელმწიფო კომპანიებში, მაგალითად ორგანიზაციებში, რომლებიც საჯარო სერვისები, რაც არსებობს სახელმწიფო, იქაც კარგი იქნებოდა კონტაქტები, რომ იყოს გქონდეთ ჩვენ ინვესტორებს. კარგი, მადლობა. ირაკლი, მაინც დავაზუსტებ თუ შეიძლება გიორგის კითხვაზე, იმიტომ რომ შეხედეთ თანხა რომელზეც თქვენ დღეს აკეთებს განაცხადს, მე როგორც მახსოვს, იყო 55-56 $60,000-მდე იყო. არის $60,000, სადაც მინიმალური ბილეთი, ანუ მინიმალური entry ტიკეტი, ესე ვთქვათ, არის 32. სწორედ მახსოვს თუ არა? დიახ, ზუსტად ეს. ხო, ანუ ეს მნიშვნელოვანი ის არის, იმიტომ რომ ეს უბრალოდ იმისთვის, რა ქვია, ჯობია რომ სკაფიო ჩამდეს ხოლმე რა, ხო? ანუ საერთო ჯამში თქვენ დღეს ეძებთ დამატებით $60,000, სადაც 32 შემთხვევაში, ასე ვთქვათ, რაუნდი შემდგარი იქნება და ეს თანხა ჭირდებათ იმისთვის, რომ იმის გამო, რომ ასე ვთქვათ, ეს კონტრაქტები ნელ-ნელა შემოგდით, სკეილინგისკენ მიდიხართ და დაგჭირდებათ ხალხი, რომელსაც ამათში ჩართოთ. ამაზეა საუბარი. Product market fit-ის ამ ეტაპზე ვართ ახლა ჩვენ. ამ product market fit-ის პრობლემა და ზოგადად გამოწვევა არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალური ექსპერიმენტი უნდა ჩავატაროთ, ანუ მაქსიმალურ რაოდენობის სხვადასხვა ტიპის კლიენტთან ვითანამშრომლოთ, სხვადასხვა ვერტიკალებთან ვითანამშრომლოთ და ამას ჭირდება რესურსი, იმიტომ რომ როგორც თქვენ უკვე თქვით, რომ სხვადასხვა კლიენტებს ჭირდება სხვადასხვა პროტოტიპის აწყობა და ბევრი რესურსი ჭირდება ამას, შესაბამისად ჩვენ გვჭირდება რესურსი იმისთვის, რომ სხვადასხვა კლიენტებთან ვითანამშრომლოთ. როცა ეს პროცესი გავა, ანუ ჩვენ ვიპოვით რაღაც ვერტიკალს, პირობით ვამბობ სასტუმროებს, ხო? გავაკეთებთ მათთვის solutions, შევფუთავთ ამას როგორც SaaS service და უკვე ეს იქნება, ანუ development-ის ფასი აღარ იქნება აქ საერთოდ. ამ development-ი აღარ დაჭირდება ამ პროდუქტს, ეს იქნება უკვე გზა პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია შეფუთო როგორც SaaS-ი და გაუშვა scale-ზე. ჩვენ ახლა ვართ ზუსტად ამ პროცესში. გავიგე, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი მოვჭით, მე შემდეგი შეხვედრა დამეწყდა თუ კიდევ იმას კითხვები აქვს, მე დაგტოვებთ. დიდი მადლობა, ირაკლი. მადლობა. ჩვენი ვიზნესი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცა ჩვენი მხრიდან აღჭადებული იქნება. თუმცა ნახოთ. მე დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა ნახოს. მადლობა ნახოს. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი და წარმატებები. მადლობა ლევან და მეტი კითხვები თუ არ არის, მაშინ მეც დაგემშვიდობებით. კარგად. მე მგონი არ არის მეტი კითხვა, ირაკლი, უგმესი მადლობა. მეგობრებო, ვინც მოყავთ შემოსული, გამოგზავნეთ. მადლობა. მადლობა ყველას. კარგად და დაგკონტაქტები მე სავარაუდოდ ძალიან მალე. მადლობა და ნახვამდის. მადლობა.